მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ახალი პარადიგმა. მე მის წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ქალბატონი სოფიკო სოხაძე. მოგესალმებით, ქალბატონ სოფიკო, დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ საუბარი ერთი ძალიან საინტერესო თემით, რომელზეც სხვა შორის რამდენიმე დღის წინ თქვენთან სტუმრად იყო ბატონი ვაჟა ოტარაშვილი სალტეს სტუდიაში, სხვა შორის ჩვენმა მაყურებელმა ალბათ ისედაც იცის, მაგრამ ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ კვირაში ერთხელ სალტეს სტუდიაში ქალბატონ სოფიკოს აქვს ძალიან საინტერესო გადაცემები, სადაც შეგიძლიათ ხოლმე ადევნოთ თვალი მართლაც ძალიან საინტერესო მიმოხილვებს, როგორც არსებული პოლიტიკური ვითარების, ისე აი მაგალითად სულ რამდენიმე დღის წინ ბატონ ვაჟასთან მართლაც საინტერესო გადაცემა იყო და ყველას ურჩევ რომ ნახოს. თემა ამ გადაცემის, რაც მე არ დავმალავ და აი ჩემთვის ყველაზე უფრო ისეთი საინტერესო ეპიკური ეპიზოდია ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მე-17 საუკუნეს შეეხებოდა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლიდან 400 წლის თავი გადის, ასე ვთქვათ. 400 წელი სრულდება აი მოვლენებიდან და ძალიან საინტერესოდ გქონდათ თქვენ მიმოხილული, მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ამდენი დრო არის ამ პერიოდიდან გასული, მაინც აი იმ პერიოდის მოვლენები ერთგვარ გამოძახილს პოვებს უკვე ჩვენს თანამედროვეობაშიც, ხომ? ამაზე მინდოდა რომ დაგვეწყო საუბარი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც ეს თემები იქნება საინტერესო. აი რა პარალელებს შეიძლება ვხედავდეთ იმჟამინდელი პერიოდის საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის. მაშინ ჩვენი ქვეყანა ებრძოდა უპირისპირდებოდა სეფიანთა ირანს, მის უძლიერეს მმართველს შაჰ-აბას, რომელმაც 13-ჯერ ილაშქრა, ხო თუ სწორად მახსოვს, საქართველოში, ქართლ-კახეთში ააოხრა და აი უკვე ბოლო წერტილი რო უნდა დაესვა ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ საერთოდ ამით დასრულდებოდა ქართლ-კახეთის ყოველ შემთხვევაში ქართველობის ისტორია, სწორედ მაშინ აი რაღაც სასწაულებრივად იფეთქა ქართულმა გენმა და სულ რაღაც 10,000 მეომრი შეკრება შეძლო ხო მაშინ თეიმურაზმა და ეს ბრწყინვალე გამარჯვება ჯერ მარტყოფის ველზე და შემდეგ ბრწყინვალე დამარცხება მარაბდის ველზე, რითიც საბოლოოდ გატეხა შაჰ-აბასის სურვილი, რომ ამოეგდო ქართლ-კახეთი და საბოლოოდ ეს მხარე გაეხადა თავისი მუსულმანური სამყაროს ნაწილი. საინტერესო იქნება აი თქვენი შეფასებები ამ ყველაფერზე. თენგო, ამ თემის ისევ წამოწევისთვის მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. დიახ, გადაცემა მართლაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც საქართველოში, ასევე ემიგრაციაში და სხვა შორის საზოგადოების თითქმის ყველა ფენა, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს გულისხმობ, მოწყურებულია საქართველოს ისტორიის მართლაც რომ ესეთი მეცნიერული, ობიექტური გააზრებით და აი ის ლიბერალურ პარადიგმიდან, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი ზოგადად მიდგომა და ლიბერალური პარადიგმის მთავარი პოსტულატებიდან ამოსვლას, როდესაც ახლა ეხება თქვათ სხვადასხვა ჰუმანიტარულ მიმართულებებს, როგორცაა თქვათ საქართველოს ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადად სოციალური მეცნიერებები, ფიქრობ, რომ ეს უნდა დასრულდეს და ამას დიდი მოლოდინით ელოდება ქართული საზოგადოება, ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, სისტემური ცვლილებები განათლების სისტემაში, რომლის გარეშე ჩვენ უბრალოდ ფონს ვერ გავვალთ და აი მრავალ მიმართულებით გაიმართა მსჯელობა და ასე ვთქვათ მოითხოვეს კურსის სახით საქართველოს ისტორიაზე საუბრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ ძალიან სწორად დასვით აქცენტები, დიახ, გეოპოლიტიკის ფუნდამენტური მოცემულებები, ფუნდამენტური კანონზომიერებები ფაქტიურად უდევს საფუძვლად იმ მოცემულობას, რომ სხვადასხვა ეპოქებში თქვათ, ხო, ინტერესები სხვადასხვა ძალის ცენტრების მხრიდან მთავარი გეოსტრატეგიული არეალების მიმართ არ იცვლება. და სწორედ აი ეს ეპოქა არის მე-16-17 საუკუნის მიჯნაზე და მთელი მე-17 საუკუნე საქართველოს მოგეხსენებათ ორი იმდროინდელი მონსტრის, სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიის გადაკვეთათა ინტერესშია. ამ დროს ცდილობს რუსეთი, ასე ვთქვათ, მოსინჯვას
თავისი პოზიციების სამხრეთ კავკასიაში და გამოჩენას ალექსანდრე მეორის გახდა მეფისსა და რუსეთის სამეფოს ურთიერთობები ამას ნათლად ცხადყოფს და სწორედ აი ამ სამი ვთქვათ სახელმწიფოს გადაკვეთის ინტერესთა არეალში ხდება მაშინ საქართველო, რომელიც არის უკვე სამეფოდ დაშლილი და სამცხის საათაბაგოდ. ნუ ჩვენ მიმოვიხილეთ მაშინ 1555 წლის ამასიის ზავის მნიშვნელობა და ესეც ძალიან ნიშანდობლივია. მოგეხსენებათ 1555 წლის ამასიის ზავით საქართველო ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებმა ორად გაიყვეს, აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის უშუალო მასში ფლობელობაში შევიდა ამ ზავის მიხედვით, ხოლო დასავლეთ საქართველო მთლიანად სამცხე საათაბაგოთი და ზევით აფხაზეთი ჯიქეთით დასავლეთ, მაგრამ რა არის საინტერესო რომ ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფოს მესვეურები და ქართული სამეფოები ამას არ შეეგუენ. მთელი მე-16 საუკუნე გმირი მეფეების ლუარსაბ პირველის მისი ძის სიმონ პირველის მოღვაწეობა ფაქტურად ამით დასტურია. მათ არ მისცეს საშუალება ოსმალეთის იმპერიას და სპარსეთის იმპერიას, რომ მათ მიერ დადებული ზავი მათ რეალურად გაეფორმებიათ. აი ცნობილია შაჰ-თამაზ პირველის სიტყვები 1540-იანი წლებიდან მან დაიწყო შემოსევების, ასე ვთქვათ, სერია 4-ჯერ იყო ქართლში ლაშქრა 4 1541, 44, 47, 51 წლები, ესე იგი ისეთი მასშტაბური შემოსევები და ამის შედეგად მან მიიღო ის, რომ მისი გარნიზონი იყო გამოკეტილი სხვადასხვა ციხეებში, გენერალურ ბრძოლებში სპარსელები რა თქმა უნდა იგებდნენ, ისევე როგორც ოსმალები უმეტესწილად, იმიტომ რომ რიცხობრივი უპირატესობა იყო მათ მხარეს და ასევე აღჭურვილობა და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ უკვე პარტიზანულ ომებში ისინი კარგავდნენ დიდ რაოდენობას თავიანთი მისი რა ქვია მეომრების, რომ ისინი თავიანთ სტრატეგიულ მიზანს ვერ აღწევდნენ. აი ცნობილია შაჰ-თამაზის სიტყვები, რომ ესე იგი მეფე ლუარსაბ პირველი ვერ შეიპყრო, საქართველოში ბაგრატიონების დინასტია ვერ მოაშთო და ვერ შეცვალა, ვერ აიძულა რომ ხარკი გადაეხადა, ვერ აიძულა რომ ქართველთა ლაშქარი ასე თქვათ უცხო შაჰ-აბაძის მიერ წარმოებულ შაჰ-აბაძის კი სპარსეთის შახების მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიებში მიიღოთ, ანუ სამხედრო ბეგარა, რასაც ქვია თქვა, ხო, თუმცა მე-17 საუკუნეში ეს უკვე დაიწყო, ხო? ანუ რეალურად მათ ეს ვერ გაიფორმეს, იგივე შეიძლება ითქვას ოსმალეთის იმპერიაზე, ამ დროს დადიანის სამეფო, გურიელის სამეფო, აფხაზეთის სამეფო, ისინი ძალიან ესე იგი ურთიერთ შეპირისპირების და ურთიერთ გაწონასწორების აი ეს პრინციპი ამას ძალიან კარგად იყენებდნენ და რაც ყველაზე მთავარია, აი ბატონმა ვაჟამაც ეს აღნიშნა, რომ სტრუქტურა ქართული სახელმწიფოსი არ შეცვლილა. ესე იგი მიწათმფლობელობის წესი, თვითონ სტრუქტურა სახელმწიფოს, იერარქიული წყობა, სამხედრო ფეოდალური არისტოკრატიის მდგომარეობა, ვთქვათ, მეფის სტატუსი, ესე იგი ქვეყანა გაყოფილი ჰქონდათ, მაგრამ როგორც მეფეს და მთავრებს ისე მიმართავდნენ ოსმალეთის სულთანი აჰმედ პირველი და მაგალითად სპარსეთის შაჰით შაჰ-აბაზი საქართველოს მეფეებს და ჩვენ ფაქტიურად იმ პერიოდში გადაგვარჩინა იმან, რომ ეს ორი იმპერია ერთმანეთის დაუძინებელი მტრები იყვნენ, ანუ ჩვენი მტრები ერთმანეთის მტრები იყვნენ და ჩვენ აი ამ ბალანსზე ვლავირებდით, როგორც კი ესე იგი აი სიმონ პირველის მეფობა მაგალითად ამისი იდეალური ესე იგი ის ატყუებდა სპარსელებსაც, ოსმალებსაც, ერთადერთი ის იყო ერთგული თავისი რწმენის და თავისი ქვეყნის და ქართული სახელმწიფოსი, როდესაც ესე იგი ირღვეოდა ზავის პირობები, ანუ ოსმალები თავის კომპეტენციას და თავის მასშტაბს ზრდიდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით, მაშინ სიმონ მეფე სპარსელებთან ერთად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ, როცა პირიქით სპარსელები ცდილობდნენ დასავლეთ საქართველოში გადასვლას და ფეხის მოკიდებას, პირიქით ოსმალებთან ერთად ქართველები იბრძოდნენ სპარსელებს. აი ამ მასში ვიყავით, ასე ვთქვათ, აი ამ ბალანსზე იდგა ქართული სახელმწიფო
და რა არის იცით საინტერესო მე ძალიან გული მტკივა როდესაც ხდება ხოლმე როგორ გითხრათ ესე იგი არ ვარ მომხრე ზედმეტი თვითგვემის როდესაც იგივე თუნდაც საქართველოს ისტორიაზე მსჯელობისას სხვადასხვა ეპოქებში როდესაც თქვათ დაშლილი დაქსაქსული ქვეყანა სულ ზღაფავდა და ამ დროს თქვათ რა თქმა უნდა უმეტესი ნაწილი ერის თქვათ არ იდგა იმ ზნეობრივ და სულიერ სიმაღლეზე რაც სასურველი იყო რომ ყოფილიყო თქვათ ხო ეს ეპოქის სულიც იყო ფეოდალური დაქსაქსულობა მაგრამ მე ვფიქრობ რომ სხვა ერი თქვათ რასაც ჩვენ გაუძელით და რა ჩვენ აქამდე მოვიტანეთ ფაქტიურად აი მართლა ობიექტურად რომ შეხედო ამის ანალოგი არ არსებობს რომ აი თქვათ მიუხედავად იმისა რომ სოფლიო დონის იმპერიების ასე ვთქვათ გადაკვეთის წერტილში ვიყავით ჩვენ ძირითადი მახასიათებლები ქართული სახელმწიფოსი ნუ ჩვენი ერწმენა ენა კულტურა თავისთავად მაგრამ აი წყობა სტრუქტურა მიწათმფლობელობის ასე ვთქვათ სისტემა ვთქვათ ხო აი ეს ყველაფერი ძირითადი მახასიათებელი ქართული სახელმწიფოსი ჩვენ მაშინ შევინარჩუნეთ და ვთქვათ შემდგომშიც ასე ვთქვათ ეს ფაქტურად რუსეთის იმპერიის შეერთებამდე ეს უცვლელად რჩებოდა, ნუ პატარ-პატარა რა თქმა უნდა კორექციებით. ნუ სამცხე საათაბაგო იყო ამ ხრივ გამონაკლისი, რადგანაც ოსმალეთის იმპერია პირდაპირ გათათრების პოლიტიკას დაადგა და ასე ვთქვათ იქ მთლიანად შეცვალა სტრუქტურას და მათ შორის აი ეს მიწათმფლობელობის წესები და ეს ყველა უნდა გათათრებულიყო, სანჯაყებად გადაქცევა და ასე ვთქვათ თავის აუცილებელი პირობა იყო ასე ვთქვათ მუსულმანობის მიღება, ნუ სანჯაყებად ქცევა და ასე ვთქვათ პირდაპირ მიერთება. ოსმალები ბევრად წარმატებულად ახერხებდა ამას. რა თქმა უნდა, ეს გურჯისტანი დიდი ვილაიეთი, ესე იგი ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის აი მართლაც აი ტრაგიკული ასახვა იმისა თუ როგორ იკარგებოდა სამცხე განსაკუთრებით 1545 წლის შემდეგ. და აი ამ მთლიანობით სურას თუ შევხედავთ, თქვათ, ხო, მაშინ როდესაც შავი ზღვა საკუთარ ტბად გაიხადა ოსმალეთის იმპერიამ და მთელი აღმოსავლეთ ევროპა, სამხრეთ ევროპა და ბალკანეთის ნახევარკუნძული, საბერძნეთი, დღევანდელი სერბეთი, მაკედონია, რაც არის და 1527 წელს სულეიმან ბრწყინვალემ ვენაკინაღამა აიღო. მაშინ ევროპის სახელმწიფოებს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ასე ვთქვათ შეძლეს ის რომ მათ ვენა არ დათმეს და ფაქტიურად იყო საკმაოდ დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოები საქართველოზე ბევრად დიდი და ეკონომიურადაც ძლიერი ფაქტიურად ოსმალეთის იმპერიამ ჩაყლაპა. მაშინ როდესაც აი ყურის ძირში თქვათ ის დიდი პატივით და ეპითეტებით მოიხსენიებს ლევან მეორე დადიანს, გურიელს, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამეს, როდესაც აი მაგალითად ბაგრატ მესამემ თავისი ძელუარსა პირველთან ერთად 1535 წელს სამცხე მიერთა და იმერეთის სამეფოს შეუერთა და ატყვევა რა სამცხის ათაბაგი, ხო აი რეაქციაც არ ქონია, იმიტომ რომ მაშინ უნგრეთთან ომით იყვნენ დაკავებულები საერთოდ გაატარეს ეს ამბავი და მხოლოდ 10 წლის მერე მოხდა სოხოისტას ბრძოლა, მაშინ მთელი სიძლიერი და მთელი თავისი აი იმითი ოსმალეთის იმპერია დაიცრა და რომ არა ლევან დადიანის და გურიელის ღალატი ბაგრატ მესამეს, რომელიც უდაოდ ძალიან ერთ-ერთი უდიდესი მეფეა დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ბაგრატ მესამეს იმედი ქონდა რომ შესაძლებელი იყო ამ ბრძოლის მოგება. აი სოხოისტას ბრძოლის შემდეგ 1555 წლიდან უკვე იწყება ეტაპობრივად დაკარგვა სამცხესი და მიერთება და ჯაყელების თქვათ პოლიტიკამაც ამას ძალიან შეუწყო ხელი. თუმცა ხა საუკუნის ბოლოს ისინი მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ეცადნენ სვიმონ ქართლის მეფესთან ერთად ამის გამოსწორებას, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიან იყო. აი მე ამის თქმა მინდა და ეს მინდა უთხრა ახალგაზრდებს ჩვენს მომავალ თაობას, რომ მაშინ როდესაც ოსმალეთის იმპერია იყო სამ კონტინენტზე გადაჭიმული და უძლიერესი იმპერია, 16 საუკუნეში სპარსეთის იმპერიაზე ბევრად უფრო ძლევამოსილი იმპერია, აი ზუსტად მაშინ ქართული სახელმწიფოები თუ დაქსაქსული დაშლილი სახით მაინც არსებობენ და ძირითადი მახასიათებლები სახელმწიფოსი მაინც შენარჩუნებული ყავთ. თვითონ ჭრიან ფულს, ფლობენ მიწას, მეფე, ფეოდალი გლეხი, სასულიერო ეს იერარქია, ყველაფერი შენარჩუნებულია, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ფუნდამენტი
ქრისტიანული რწმენა სახელმწიფო იდეოლოგიის განსაზღვრელი ეს რა თქმა უნდა ყველაზე მძლავრი იარაღი შენარჩუნებულია მიწათმფლობელობის სისტემა საკუთარი ჯარი საკუთარი ფული და ესე იგი მიუხედავად ამის იზავის მიუხედავად მაინც მეფეებად და ესე იგი ოსმალეთი და ირანი ერთმანეთის საპირწონე და ჯინაზეც ასე ვთქვათ ერთი დასავლეთ საქართველოს ცნობდა მეორე აი ეს თავისთავად არის სასწაული. ერთი პატარა ციდა ქვეყანა, რომელიც თავის გეოსტრატეგიულ მდებარეობას მიუხედავად იმისა, რომ დაშლილია 4 ნაწილად, ბრწყინვალედ იმას იყენებს. მაშინ როდესაც მთელი აღმოსავლეთ ევროპა ჩაყლაპული ყავს და აგერ ვენაკინაღამ აიღო. ხო, აი ეს და ნუ რა თქმა უნდა ახლა მარტყოფის და ცოტა გამიგრძელდა თემა, მაგრამ ნამდვილად ღირს მე მგონი, ნამდვილად ღირს ამაზე საუბარი. მე-17 საუკუნე უკვე აქ უკვე როგორ გითხრათ სპარსეთის იმპერია ძლიერდება რა და მას აქვს უკვე ესე იგი იმის ამბიცია რომ იყოს სრული ჰეგემონი სამხრეთ კავკასიაში, ჰაჰაბაზი მოგეხსენებათ ძალიან ამბიციური მართველი გახდათ და მართლაც მის დროს სპარსეთის იმპერიამ თავისი ძლევამოსილების პიკს მიაღწია, შეიძლება ასე ითქვას, აბსოლუტურად დარწმუნებით. აი ეს ბალანსი, რაც იყო ამასის ზავის დროს, აი ეს დაირღვა. ვთქვათ, იმიტომ რომ 1612 წელს ეს ზავი განაახლეს, ამ ზავის პირობები მაინც მიუღებელი იყო. შაჰაბაზისთვის და რა არის საინტერესო ბატონი ვაჟა მუშაობს ვატიკანის არქივების დოკუმენტებზე მოგეხსენებათ რომ რაღაც ნაწილი არქივების გაიხსნა მეცნიერთათვის და იქ აღმოჩნდა დოკუმენტები მიმოწერა ევროპის მმართველებთან შაჰაბაზის ასევე მისი ასე ვთქვათ პირადი ჟაყთა აწერლებს, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ მის სტრატეგიულ გეგმებში მოიხაზა ევროპა. ანუ მას აუცილებლად სჭირდებოდა შავ ზღვაზე გასასვლელი, აი ეს ლოჯისტიკური ხაზი. კი ბატონო, სპარსეთის ყურიდან შავ ზღვაზე გასვლა და საქართველოს სჭირდებოდა მას როგორც პლაცდარმი. აქედან გამომდინარე, ისტორიით აქედან მომდინარეობს მისი აი ეს სურვილი ქართკახეთის საერთოდ ამოწყვეტის მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების მთავარი მიზანი რაც იყო. ეს მართლა ასე იყო, ეს არ არის აბსოლუტურად გადამეტება შაჰმა. ერთხელ და სამუდამოდ დააყენა ესე ძალიან მკვეთრად კავკასიის, აღმოსავლეთ კავკასიის საკითხი, რომ მთლიანად მოსახლეობა გადაესახლებინა და ჩაესახლებინა აქ თურქმანული ტომები და როგორც ერთ-ერთი სახანო, როგორც თქვათ სახანოები ისე მიერთებინა, ანუ გენერალური გეგმა იყო, მაგრამ ეს გენერალური გეგმა მას სჭირდებოდა შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოში ფეხის მოსაკიდებლად და ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლის გზაზე უკვე ევროპაში გასასვლელად. აი ამ დოკუმენტებზე მუშაობს ბატონი ვაჟა და მის უკვე ფუნდამენტურ გამოცემებში ეს ასახულია, ის ასევე მიიწვიეს საფრანგეთის ტელევიზიაში, სადაც ნახევარი საათი დაუთმეს გიორგი სააკაძის ფენომენის შესახებ ისაუბრა. და რა არის საინტერესო, რომ მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლების დროს ფაქტიურად ქართველებმა არა მარტო სტრატეგიული გეგმა ჩაუშალეთ შაჰაბაზს, არამედ ჩვენ სერიოზულად ასე ვთქვათ შეუქმნით საფრთხე ზოგადად მისი როგორც ჰეგემონის სტატუსს ამიერკავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში. აქ საინტერესო რა არის, რომ შაჰის არმია ეთნიკური შემადგენლობით ეს ძირითადად ყიზილბაშებისგან შედგებოდა, მაგრამ რეალურად ეს იყო ევროპული ტიპის დისციპლინის არმია მოდერნიზებული. ცნობილი რომ გაუკეთა მოდერნიზება მის არმიას. ეს გახლავთ ალავერდი ხანის პროექტი შაჰაბაზთან, ალავერდი ხან უნდილაძის პროექტი, რომელიც გახლავთ ფარსის პროვინციის ბეგლარბეგი და მისი ბრწყინვალე ქალაქი შირაზის მართველი. ცნობილია რომ აი შაჰაბაზის ეს გამონათქვამი რომ მე ვმართავ სპარსეთს, ხოლო ესე იგი მე სპარსეთის მართველი ვარ, მაგრამ ესე იგი ყურს ვუგდებდა უჯერებ ხა ზუსტად არ მახსოვს ეს იგი ალავერდი ხანს და მამას ეძახდა მას მიუხედავად იმისა რომ ფაქტურად შემდეგ მოაკვლევინა ხო
აი ეს ალავერდი ხანის და შახაბაზის პროექტი იყო მოდერნიზაცია შახის არმიის, მათ მოიწვიეს ბრიტანელი სპეციალისტები, ძმები შერლები, რობერტ და მეორე სახელი აღარ მახსოვს, შერლი მოკლედ, რომლებმაც მოახდინეს ესე იგი მოდერნიზაცია რა კუთხით, სასროლი იარაღით აღჭურვეს შახის არმია და ის იარაღი რაც მათ ჰქონდათ, მაშინდელ სოფლიოში ეს იყო მოწინავე, ასე ვთქვათ, იარაღი. ეს იყო პატარა ქვემეხები, რომელიც მაგდებოდა აკლემის კუზზე და მუდმივი ცეცხლის ზალპის ოთხფენიანი ცეცხლი ერთი და ჩახრილი მეომრები ფეხზე შემდეგ იყო უკვე აი ეს ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც აი ამ ცეცხლსასროლი იარაღის შვილი იარაღი, ესე იგი ითვლება ერთ-ერთ ესეთი მათ ტრენდად ბრიტანული აი ამ ის იარაღის ისტორიაში, ასე ვთქვათ, ეხლა შეიძლება რაღაც შემეშალოს, არა ვარ ეხლა ამის სპეციალისტი, მაგრამ ფაქტიურად აი რო წარმოვიდგენთ დღევანდელ დღეს მოწინავე არმია ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის ნატოს, რუსეთის, ჩინეთის ვთქვათ, რომელიც არიან ძალის ცენტრები, პორტუგალიელები და ალავერდი ხანი. ხო, აი ეს აი ამ მოხდა მოდერნიზება, ძალიან დიდი თანხები ჩაიდო ამაში, საკმაოდ დიდ ხანსაც მიმდინარეობდა ეს მოდერნიზაცია, დისციპლინის კუთხითაც გაწვრთნა და ფაქტიურად ეს იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა, სამხედრო ძალა. და აი ეს არმია, ბრიტანელების მიერ მოდერნიზებული შახის არმია ჩვენ დავავარცხეთ 1625 წლის 25 მარტყოფის ველზე. მაშინ მოხდა აი მართლა სასწაული საოცარი კონსოლიდაციას ქართველთა სულიერი ფიზიკური და ინტელექტუალური ძალების, რადგანაც მოხდა იმის გათვითცნობიერება, რომ ეს იყო აი მართლაც აპოკალიფსური მასშტაბის საფრთხე, აბსოლუტურად გაცნობიერებული იყო, რომ აი მთლიანად ამოგდება უნდათ ქართლ-კახეთის სამეფოსი და გაპარტახება და ესე იგი წერტილის დასმა და ეს ზოგადად რა თქმა უნდა შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოს დაპყრობა დროის საკითხი იყო. ანუ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ერს რეალურად დაუდგა ეგზისტენციალური საფრთხე. და მაშინ მოხდა აი მართლაც იშვიათი რამ საქართველოს ისტორიაში, რაც ხშირად არ ხდება ხოლმე, როდესაც მეფეები, მთავრები, გლეხები, სასულიერო ცნობილია, რომ ეპისკოპოსები, 4 ეპისკოპოსი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ესე იგი ერის და ბერის სრული გაერთიანება. დასავლეთ საქართველოს ლაშქარი, აი ბატონი ვაჟაყვებოდა, რომ ეს აპარენას წმინდა გიორგი, საიდან მოდის, ესე იგი დასავლეთ საქართველოს ლაშქარი რო შემოერთა, რომ ესე იგი თქვენც აპარას ვიზამდით და აქედან შემდეგ გიორგი სალოცავი, აპარენას წმინდა გიორგი სალოცავი დაერქვა ბრძოლის წინაღამეს მთელი ლაშქარი ერი-ბერი ერთად ეზიარა, ილოცეს, ეზიარდნენ და ესე იგი თავად პირველმა მიიტანეს იერიში და ესე იგი გიორგი სააკაძე თავის გარემ თავის ვაჟთან, ავთანდილთან და აღათან ხერხეულიძესთან და თემურაზ მუხრან ბატონთან ერთად, ესე იგი პირველი ეკვეთნენ მტერს და აი სხვათა შორის ეს არის აი ქართველების აი ცნობილი მანევრი, ესე იგი ცხენოსამი ლაშქრით პირდაპირ დაარწეს მთავარ ბანაკს. სწრაფის ხარჯზე, ესე იგი როდესაც არელის მტერი, იმიტომ რომ ნუ რიცხობრივი უპირატესობა იყო, რა თქმა უნდა 4-ჯერ 5-ჯერ ჯერ აღემატებოდა ქართულთა ლაშქარს, აი ეს სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება ძალიან დიდ რისკზე წასვლის ფასად და დიდი სისხლის ფასად, მაგრამ დროის მონაკვეთში ეს მუშაობს და ყოველთვის მუშაობდა. დილით თუ გამთენისას დაიწყო ეს ბრძოლა, შუაღამემდე გასტანა და ფაქტიურად აი ამ დროს მოხდა ქართული სამხედრო მანქანის და სპარსული სამხედრო მანქანის დატაკება და მათი ძალების, ასე ვთქვათ, შეწონა სწორება. და აი ეს მოწინავე არმია, სპარსეთის შახის მოწინავე არმია, ბრიტანელების მიერ მოდერნიზებული არმია, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიოში მაშინ მოწინავე სამხედრო მანქანას, ქართველებმა გაანადგურეს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია
თავისი სტრატეგიული ხედვით, სტრატეგიული დაგეგმარების უნარით, ინტელექტით, სამხედრო ძალით ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ ის საოცარი ტექნიკები ქართული ორთაბრძოლების, თქვათ, ხო? რამაც ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ აი ეს სამხედრო ძალა, სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია ქართველების იყო დროის შესაბამისი და შეეძრო იმ დროინდელი, ესე იგი გამოწვევების თავის თავზე აღება და გადაწყვეტა. თანაც საუბარი არ არის რეგულარულ არმიაზე. ხო ეს იყო აი იმ მომენტში დაორგანიზებული ჯარი და არა შახტი, რომელსაც რეგულარული ჯარი ყავდა მათი პროფესიონალური. ეს იყო გამოცდა, შეიძლება ითქვას, აი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ქართული საბრძოლო ხელოვნების და ქართული სტრატეგიული აზრის. აი გამოჩნდა ჩვენი ინტელექტუალური უპირატესობა და რა შეუძლია ქართველ ერს, როდესაც აი ხდება კონსოლიდაციის ქართველთა სულიერი ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების. აი შედეგები აი ამ მარტყოფის და მარაბდის ბრძოლების. მარაბდის ბრძოლაში თვითონ ბრძოლა წავაგეთ, ცნობილი ფაქტია, მაგრამ შემდეგ პარტიზანულ ბრძოლებში ცნობილია მაგათაც ქსნის ხეობაში გიორგი სააკაძემ 12000 ყიზილბაში გაწყვიტა. ხო? ქსნის ხეობაში და ანუ მთლიანად, ესე იგი თვითონ მარტყოფის ბრძოლის გამარჯვება ეს იყო იმხელა აღტკინება ქართველი ერისთვის, რომ მთლიანად მთელი საქართველო, აი დედაბუდიანად, ბავშვიან კაციანა ჩაერთო თავისთავად და ჩაერთო პარტიზანულ ბრძოლებში. და ფაქტიურად შახის რეგულარული არმია გახლავთ 120,000, 60,000 ზოგი გათვლებით 70,000 მეომარი შახმა დაკარგა და მისი ცნობილი ისტორიკოსი ჟანრთამწერელი ისკანდერ მუნში წერს, რომ ნუ ეს ქართველები შაითანთა შეკრულები არიან აშკარად, თორე წარმოუდგენელი იყო ეს გამარჯვება და შახის სიტყვები, რომ ასეთ გამარჯვებას, აი მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებას, თვითონ გენერალური ბრძოლა მაგათ მოიგეს, დამარცხება ჯობდა, იმიტომ რომ თავისი არმიის მესამედი დატოვა საქართველოში, მაგრამ ამის შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაშიც დამანგრეველი იყო სპარსეთის იმპერიისთვის. რატომ? ამ ბრძოლების შემდეგ შახს არც ერთი გენერალური ბრძოლა, არც ერთი მასშტაბური ბრძოლა, არც ოსმალეთის, არც ინდოეთის, არც ავღანეთის მიმართულებით არ უწარმოებია, იმიტომ რომ უბრალოდ ამის შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ, რესურსი აღარ ჰქონდათ. ეს ერთი. მეორე, სპარსელებს საუკუნეზე მეტ ხანს არც უფიქრიათ სამხედრო რეფორმაზე. იმიტომ რომ ესე იგი ძალიან დიდი ფული და რესურსი ჩაყარეს აი ამ ყველაფერში და სამხედრო რეფორმაში და ფაქტიურად ჩვენ ერთ დღეში ეს მათი ნამოღვაწარი ბრიტანელებთან ერთად მათი ერთობლივი პროდუქტი გავანადგურეთ. ეს სერიოზული დარტყმა იყო. მოუწია აღიარებინა ქრისტიან მეფეთ თეიმურაზ აი ამასაც ვახსენებ, კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ. ესე იგი ჩვენ აი ეს მთავარი სტრატეგიული გეგმა, რა თქმა უნდა, რაც იყო ქართკახეთის გაუქმება და ამოგდება ეს ჩაუშალეთ, მაგრამ ქართკახეთის სამეფოს გაუქმება იყო უფრო დიდი სტრატეგიული გეგმის, შავ ზღვაზე გასulis და ევროპაში გასulis, აი დიდი სტრატეგიული გეგმის ნაწილი. ანუ ესეც ჩაუშალეთ და 1526 წელს შახ აბასი, ესე იგი იძულებულია აღიაროს თეიმურაზ პირველი გაერთიანებული ქართკახეთის სამეფოს მეფეს. ამ დროს 1625-დან 32 წლამდე, ვიდრე როსტომ ხანს გამოაგზავნეს საქართველოში ქართლის მეფედ, როსტომ ხან ბაგრატიონს, მანამდე გაერთიანებული სამეფოს ქართკახეთის სამეფოს მეფეა თეიმურაზ პირველი და რა თქმა უნდა აქ წარმოუდგენელი არ ვახსენოთ ქეთევან წამებულის რა თქმა უნდა უდიდესი ღვაწლი, რა თქმა უნდა მაშინდელ სამყაროში უკვე ცოცხალი წმინდანები აღარ არსებობდნენ და ამას ესწრებოდნენ კათოლიკე მისიონერები, როგორც ვატიკანიდან, ასევე პორტუგალიდან, ელვისის სწრაფით გავარდა ეს ამბავი მსოფლიოში და ქართველთა არა მარტო ქეთევან დედოფლის, რომლის არ ვიცი, ალბათ ჩვენ მხოლოდ მოწიწება გმართებს მისი აი ამ მოწამეობრივი აღსასრულის მიმართ სიტყვებით წარმოუდგენელია მისი ამ ღვაწლის გადმოცემა, ასევე ლუარსაბ მეორე ქართლის მეფე, რომელიც 1622 წელს 7 წლიანი ტყვეობის შემდეგ გამოიტყუა რამანს ნადირობის საბაბით
შაჰაბაზმა ჯერ ყარაიას, შემდეგ განჯა, მერე თავრიზი, მერე ყაზვინი, მერე ისპაჰანი და ბოლოს შირაზში, გულაბის ციხეში გამოამწყვდია, ემუდარებოდნენ შახის წარგზავნილები, რომ მიიღე დათმო ქრისტიანობა და მიიღე ისლამი და რა თქმა უნდა ყულარაღასობას და უდიდეს სამხედრო თანამდებობებს და აი სამეფო კარმა მოიწყინა და მშვენიერი ასულები ღაწვებს იხოკავენ შენი ხილვის და არ ხილვის გამო და იყო ასე თქვათ უებარი, მონადირე, მოჯირითე, პოეტი და ასე შემდეგ. მან ლოცვასა და მარხვაში გაატარა 7 წელი. და შემდეგ შვილდის საბელით მოაშთევინა შაჰაბაზმა ლუარსაბი დიახ რა თქმა უნდა აი ეს ყველაფერი იმიტომ რომ ქრისტიანობის დათმობა ეს ნიშნავდა ქართველობის დათმობას და ჩვენი ისტორია უცხადესი მაგალითია, როდესაც რწმენა და რჯული და სჯული არის აბსოლუტურად გადაჯაჭვული და გადაკვალთული ერთმანეთს. ლუარსაბ მეორე ასევე უფლისწულების ლევან და ალექსანდრეს მოწამეობრივი აღსასრული. თეიმურაზ პირველი შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უბედური და ბედრული მეფეა. შვილები, ასევე ორი ვაჟი, ასევე ის შემდეგ მაღაროსთან ბრძოლაში ბოლო დავითიც დაიღუპა და ერთადერთი გადარჩენილი შთამომავალი მისი ერეკლე პირველი შვილი, აი დავითის შვილი, ერეკლე პირველი შემდეგ უკვე ნაზარილა ხანა ცნობილი სპარსეთში, იმიტომ რომ იძულებული იყო ისიც სპარსეთში რომ მიიღო მუსულმანობა, აი ერეკლე პირველის შვილია, შემდეგ თეიმურაზ პირველი და შვილი ერეკლე მეორე. ანუ ეს ხაზი მაინც გაგრძელდა და დაამთავრდა ერეკლე მეორის ტრიუმფალური ფაქტიურად მეფობით ის იყო უპირობო ჰეგემონი აღმოსავლეთ კავკასიაში ერეკლე მეორე მოგხსენებათ ხო? აი ესე იგი მართლაც იცით რა არის ცოცხალი პათეტიკა, არანაირი შელამაზება არ სჭირდება და არანაირი როგორ გითხრათ, აი იმ ცოცხალი პათეტიკაა საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით აი ამ ეპოქაში მე-16-მე-17 საუკუნე, როდესაც აი სხვა სახელმწიფოს ალბათ აი არანაირი შანსი და რესურსი, აი წარმოგიდგენთ სოფლიოს ორი ძლევამოსილი იმპერია, ვთქვათ, ხო? აი რუსეთი და ამერიკა ერთად რო გვიტევდეს ახლა ამაზე. აი ახლა რო ბრძოლისველი რო იყო, სხვა შორის არც თლად უმაგისობა, მაგრამ გავალთ ფონდს მე წამს ამის. და აი რა გვაძლევდა ჩვენ იმის აი გამბედაობას და იმის ასე ვთქვათ ამბიციას, რომ ჩვენ მაინც სახელმწიფო ქონოდა, ჩვენი უდიდესი კულტურა, ჩვენი აი სული დგონითი სივრცე, საოცარი რომელიც შობდა აი უდიდეს ლიტერატურულ ნაწარმოებს, ჰაგიოგრაფია თუ საერო ნაწარმოებს, ასევე ზეპირსიტყვიერება, ჩვენი უდიდესი კულტურა, პოლიფონია თუ ქორეოგრაფია თუ ფაქტურად ჩვენ რაც შემოგჩა მატერიალური კულტურის ძეგლები, ეს არის ნამუსრევი უზარმაზარი კულტურის, თქვათ, ხო? ნამუსრევი იმის 90%, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე უდიდესი სულიერი კულტურა, ძალიან დიდი საგანძური სულიერი კულტურის სახით. და აი ეს შემოინახა სწორედ აი ამ სიღრმისეულმა ქართველმა ერმა, იმ ერმა, რომელიც მატარებელი იყო ქართული ცნობიერების და ქრისტიანული ცნობიერების და აი ეს იყო მთავარი გამშვები მექანიზმი თუ რატო ხო შეგვეძლო და ბოლოს ხო კომფორტულად გვეცხოვრა დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიაში და აღმოსავლეთ საქართველოს სპარსეთის იმპერიაში. თქო არ ფაქტურად ეს იქნებოდა ლოგიკური დანარჩენი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ფაქტურად წარმოუდგენელი იყო გამკლავება მათთან, მაგრამ ფაქტია რომ უმკლავდებოდით. იგივე აი ამაზიის ზავის ფაქტორი, ამას სხვათა შორის ჩვენ არ ვაფასებთ. ჩვენ არ ვაფასებთ იმას, რომ ჩვენ ბაგრატიონები ყავდა მუდმივად, თქვათ, ხო? და ანუ ქართული დინასტია სპარსელებს საწყლებს მე-11 საუკუნის შემდეგ სპარსელი შახი, ანუ სპარსული ეთნიკურად სპარსელები ხომ არიან ფარსი, ინდოევროპელი ფარსი, სპარსები, ხო? ფარსი, რასაც ქვია, ფარსის ენაზე, ხო? დღევანდელ დღეს სამხრეთით არიან ძირითადად და ლამის ეროვნულ უმცირესობაში არიან, თქვათ, ხო? თავად ირანში. აი მე-11 საუკუნის პირველი მე-13-დან მოყოლებული სპარსეთის მუდმივად თურქმანული ტომები, ანუ ოღლუები და სხვადასხვა ავშარი, ყაჯარი, აყუინლუ, ყიზილბაშური ტომები მართავდნენ, თურქმანული ტომები და აი პიეტრო დე ლა ვალე სხვა შორის აი ძალიან კარგად აღწერს ის ამბობს რომ სპარსეთში სამი ენაა. ესე
იგი სამეფო კარის ენა ეს არის თათრული, თურქული თათრული, ხო? თათრული, იქვე სხვები აღნიშნავენ, რომ აი ზუსტად შახის დროს სამხედრო ქართული სამხედრო ფეოდალური არისტოკრატიის წამოწევა ხდება და ყიზილბაშური ბანაკის ჩანაცვლება და გაწონასწორება ქართველებით მოხდა და ამას სხვა შორის შაჰ აბასი სპარსეთის იმპერიის აღმავლობის გზაზე ძალიან კარგად იყენებს და ქართველების წვლილი სეფიანთა ირანის სპარსეთის აი ამ იმპერიის ანუ სპარსეთის სეფიანთა პერიოდის აღმავლობაში უდიდესია, იმიტომ რომ ყველა დიდი დაპყრობის უკან თქვა ქართველები იდნენ. ცნობილი გამონათქვამია, რომ სპარსეთის შაჰს ქართველებით ეჭირა ავღანეთი და ის რა და ქართველების როლი იყო მათ შორის შემდეგობრივ დაცემაში რომ ბაღდადის აღება იგივე ორმუზდის იმაში პორტუგალიელების დამარცხება ყურეში პორტუგალიელები ალავერდი-ხანმა დაამარცხა და ეს ბანდერაბასის პორტი მაშინ აშენდა რომელიც ახლაც აქტუალურია სხვათა შორის და ანუ რო არ გაგვიქცეს სიტყვა რას ამბობს რომ ესე იგი სამეფო კარის ენა და სამხედრო არის მისი ასე თქვა ელიტის ენა არის თათრული თურქული მისი რა სასულიერო ფენის ენა არის არაბული და ნახეთ რას ამბობს პოეტების და უბრალო ხალხის ენა არის სპარსული ფარსი ან უბრალო ხალხი ერი არის ყოველთვის შემნახავი და ეს იყო რა თქმა უნდა ესეთი კონგლომერატი ძირითადად თურქმანული ერების ყიზილბაშური ერების არაბები ქურთები სომხები ძალიან დიდ მონაწილეობას იღებდნენ დაღესტნელები ასე ვთქვათ მე-17 საუკუნის განსაკუთრებით მაგრამ ბირთვი განსაკუთრებით შაჰ აბაზის დროს და მას შემდგომ ვიდრე დაცემამდე აი გიორგი მე-11-ის ცნობილი ის არის ყანდაჰარის ბრძოლები და გიორგი მე-11-ის დასი უკვე მე-17 საუკუნის ეს 1709 წელს გარდაიცვალა გიორგი ანუ ცნობილი მირვეისმა როდესაც მიიწვია და ხო დიახ მე-16 საუკუნებში უკვე ესე იგი აი ეს ბანაკი ქართველთა ბანაკი გიორგი მე-11-ის და მისი ძმების და ძმისშვილების ქაიხოსრო ქართლის მეფე რომელიც ასევე გმირულად დაიღუპა ვთქვათ ხო ავღანეთის მიწაზე აი ესენი განაპირობებდნენ მისი შაჰის არმიის ძლიერებას და აი ამ სამხედრო პლასტის ძლიერებას და აი ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ქართველოლოგი და ირანისტი დავით ლენგი ამბობს რომ აი გიორგი მე-11-ის ბანაკის დაღუპვას გადაყვა სეფიანთა ირანი და ეს რეალურად მასეცა და ბოლო ბრძოლა თავის თავზე თვითონ ინგლისელებიც და ჰარვეი და ისინი ყველანი აღნიშნავენ რომ ესე იგი ბოლო ბრძოლა თავის თავზე აიღო როსტომ ბაგრატიონმა რომელიც იყო ასევე სამეფო აი ამ ბაგრატ მუხრანბატონების მგონი ლევანის ძმა იყო ლევანი ანუ ვახნაკ მე-6-ის მამის ლევანის ძმა იყო თუ ძმისშვილი სულად აღარ მახსოვს მაგრამ ის თავისი 4-5 ბაგრატიონი დაიღუპა კი ბატონო ანუ როსტომმა მგონი ძმა იყო ლევანის თუ არ ვცდები როსტომმა ფაქტურად სპარსეთის იმპერიას სინდის ნამუსი მოსმინდა იმიტომ რომ ბოლო იყო მისი რაზმი რომელიც შეაკვდა 400-იანი რაზმი რომელიც შეაკვდა ავღანელებს 1722 წელს სეფიანთა დინასტია ამით ოფიციალურად დასრულდა ხო ანუ რისი თქმა მინდა მე ყოველივე ამიტომ მე მგონი დღეს ჩვენ ისტორიას დაუთმეთ რომ მაგრამ მე მგონი ნამდვილად იმსახურებს ეს 400 წელი გავიდა ეს თარიღი ამას რომ სოფლიოს უზარმაზარ იმპერიას ჩვენ დიდი სტრატეგიული გეგმა ჩაუშალეთ თავისი ქვესტრატეგიული გეგმებით და ეს გააკეთა პატარა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებმა და იმ დიდმა ცოდნამ, იმ ინტელექტმა, სამხედრო სტრატეგიების ცოდნამ თუ აი ამ საბრძოლო ხელოვნება თუ ეს ყველაფერი მთლიანობაში რაც ჯერ კიდევ იბერიული ცივილიზაციიდან და უძველესი ჩვენ წელთაღრიცხვამდე ქართველთა ტომების აი ეს თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ხო, ეს საბრძოლო ხელოვნება და მაღალი ინტელექტი, მაღალი ინტელექტუალური აი ეს თვითონ სიტუაციური წვდომა და აი ესეთ უკიდურეს ფაქტურად გამოუვალ სიტუაციაში, აი ოპტიმალურად მოქმედების
მოდელი ეს ჩვენია, ქართველების არის. ფაქტობრივად ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია. პიედრო დე ლა ვალე ახსენეთ თქვენ და ერთი მართლა მაინტერესებს ამ ჩვენო ძვირფასმა პროდასავლელებმა რამდენმა იცის საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რომელსაც არ ვიცი, აი ქუჩა თუ არა ძეგლი მაინც უნდა ედგას საქართველოში. იმდენი აქვს დაწერილი, თვითონ არ იყო საქართველოში ნამყოფი, ეს ხო ცნობილი იტალიელი მოგზაური, რომელმაც იმოგზაურა სეფიანთა ირანში და იქ აღწერს ქართველთა ყოფას, რომ უზომოდ უყვარდა საქართველო, მას ყავდა ქართველი ცორი შემდეგ, მარიუჩას ერქვა თუ სწორად მახსოვს სახელი. არ ვიცი, ადამიანი უზომოდ შეყვარებული ჩვენ სამშობლოზე. რომელიც პირადად იცნობდა ლუარსაბსაც, გიორგი სააკაძესაც, ქეთევან დედოფალსაც. ქეთევანის ამება აქვს აღწერილი მას და არ ვიცი, ნამდვილად ამ ადამიანს ეკუთვნის ძეგლი. შემდეგაც უკვე იქ ნიკიფორე იბახთან ძალიან ეხმარებოდა პირველი ქართული წიგნის, ბეჭდური წიგნის ქართული იტალიური, ასე ვთქვათ, ლექსიკონი, რაც მაშინ შედგა და დიდი მონაწილეობა აქვს. საქართველოში არ მგონია ხა ბევრმა იცოდეს. ანუ საქართველოს ისტორია ისეთი სახით ისწავლება, რომ იტირებ. აი იტირებ, ნუ მართლა ეს არის აი დაგლეჯვა, დაფლეთვა და შეურაცხყოფის მიყონება ჩვენი ისტორიის მიმართ. და ესე იგი, აი ეს თარიღი გახლავთ 1625 წლის მარტყოფის და მარაბდის ბრძოლები მართლა აი ქართული გენიის ერთ-ერთი გამოვლენა, არამედ სამხედრო, არამედ ინტელექტუალური და ამის უკან ძალიან ბევრი პლასტია და ძალიან ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება. ეხლა ჩვენ ქართველები რაც ბუნებრივად ვიღებთ ამას მოცემულობად, რომ ნუ ვიბრძოდით და ეხლა მტერი აჯერ მეტი იყო, მაგრამ აი მაგალითად უცხოელი ისტორიკოსებისთვის, როგორც დასავლეთის ასევე აღმოსავლეთის ხალხის ინდოელები არიან ძალიან დაინტერესებულები გიორგი მეშვიდის ეპოქით, აი თემურლენგთან ბრძოლის და ასევე აი ამ ეპოქით აი გაუგნებულები არიან, აი როგორ ბედავდით საერთოდ ბრძოლას სასწაულია. გესმით? აი ეს ჩვენი ძალიან დიდი, ანუ ვერც ერთი იმპერია ვერ ახერხებდა იმას, რომ მოსულიყო ჩვენთან კულტურული პირატესობის იდეა. ანუ საბოლოოდ დაპყრობა ერის ხდება მაშინ, როდესაც დამპყრობელი თავს გახვევს თავის კულტურას და შენ გაბეჩავებს, გასაწყლებს და გაჯერებს, რომ ის კულტურულად შენზე არის აღმატებული და ამიტომ მას უნდა დაექვემდებარო მის იმპერიულ, მის ჰეგემონურ პროექტს. აი ამიტომ მძაგს მე ეს გლობალისტები და ლიბერალები, რომ კინაღამ ეს მოახერხეს. და კინაღამ გაგვაჯერეს, რომ მაგრამ ვერ, იმიტომ რომ ქართველი სიღრმისეული მათ ვერ გათვალეს ქართველი ქალის ფენომენი, ქართული ოჯახის ფენომენი, უმეტესობა რომელიც არ ჩანდა, მაგრამ აი ესეთი გადავეფარეთ ჩვენ შვილებს, ჩვენს მოდგმას და ჩვენს დიდ ოჯახებს, მთელი არმია, დედების, ბებიების, დეიდების, მამიდების, ბიცოლების, რომლებიც თავიანთი ზნეობრივი მაგალითი და თავგანწირვით, კბილებით დავიჭირეთ და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უმრავლესობაში ვართ რეალურად და ის ბავშვებიც, რომლებიც არიან გზასაცდენილები, მე დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, ქართული გენი აზროვნება თავისას იზამს, ისინი შეხედავენ, შეაფასებენ სიტუაციას, აგერ მაგალითები, უკრაინის მაგალითი და მსოფლიოში რაც ხდება ხა დასავლეთმა ფაქტურად თვითონ მოახდინეს დემონტაჟი დემოკრატიის პროექტის 2 წლის წინ საუბრობთ ამის შესახებ. გახსოვთ თქვენთან, რომ დახურა დემოკრატიის პროექტი დასავლეთმა. მთლიანად სისტემა, სამართლებრივი სისტემა და ეს ველი ჩვენ რო გვაქვს ილუზია, რომ აი საერთაშორისო სამართალი და გაეროში და ასე შემდეგ ხო თვითონ იმიტომ რომ მათმა სტრატეგიებმა არ იმუშავეს და ეხლა ხდება ჰეგემონური პროექტის გადაწყობა, ხო? აი ეს ბავშვები ამას შეფასე დაინახავენ და მე ყველას მოუწოდებ რომ არ არის საჭირო მათთან ნიშნის მოგებით საუბარი, მათ ჩვენი მაგალითით უნდა დავანახოთ, უბრალოდ მე ველოდები იმას რომ გაიხსნება ველი და მიგვიშვებენ ამ ბავშვებთან, რომ თუნდაც აი ესეთი საკითხები ისტორიის, ლიტერატურის თუ რატო არის ქართული კულტურა ძალიან ღრმა და ნატიფი, ანუ სტრუქტურები ქართული პოლიფონიის, იგივე არქიტექტურაში არქიტექტურული აზრის განვითარება, ფრესკული მხატვრობა, ჩვენი მუსიკა, ანუ ეს მე ხელოვნებაცოდნება პირველი პროფესიით და ეს ახსნადია, ეს არ არის რაღაც ჰაერი და მოტანილი სიტყვები, თქვა, იგივე ჩვენი სულით გონითი სივრცე გაჯერებული ამ საოცარი სულიერი ეს მითი ასე ვთქვათ სიმდიდრეებით, რომელიც შემდეგ გადმოიღვარა ქართულ მწერლობით კულტურაში და ზეპირსიტყვიერებაში და დღევანდელ მთაში ყოფითი კულტურის სახით ისევ არსებობს და არიან ადამიანები ცოცხალი მატარებლები ამ კულტურის, ხო? ესენი მოგვეცით საშუალება რომ დაიწყოს ამაზე საუბარი, ლექციები, შეხვედრა ბავშვებთან. მე პირადად გქონია პირადი მაგალითები და ძალიან დიდი. ახსენდება აი 2-3 წლის წინანდელი მოვლენები, თქვენ ამბობთ რომ აი მოგვეცით საშუალება ამისი
დღეს კიდე შეიძლება ამაზე უკვე თამამად ვილაპარაკოთ, რომ მათ შორის ხელისუფლებამაც უკვე რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ აი 2-3 წლის წინ, როდესაც ეს ველი მთლიანად დაკეტილი იყო, გაუქმებული იყო ყველაფერი ის, რაზეც ახლა ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, თქვენ და რამდენიმე ადამიანი იყო, ხო, ის ვინც ალბათ ენთუზიაზმით. ამ შემთხვევაში მე კარგად კი არ გეპირტერებით, მაგრამ ფაქტია ეს, რომ აი რამდენიმე ადამიანმა, რამდენიმე ჯგუფმა თვით ინიციატივით დაიწყო ამ ყველაფრის კეთება და ალბათ აი პირველი დარტყმა, პირველი ტალახი, რაც ამის გამო თქვენც და კიდე ალბათ ამ რამდენიმე ადამიანს მოხვდა, ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი, მაგრამ მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი არის დანახული. არა უშავს ამ გულის ტკენას ყველაფერს გადავიტანთ, ოღონდ გვეშველოს და ოღონდ მე მაგალითად არანაირი სურვილი არ მაქვს იმ ადამიანებს, რომლებიც მე ძალიან სასტიკად მიპირისპირდებოდნენ და გულს ტკენდნენ ნიშნის არანაირი მართალი მე კი მეგონა რომ დადგებოდათ რომ დავეტყოდი რომ აი მაგრამ როცა დადგა ეს რომ მართლა გითხრათ არანაირი სურვილი არა მაქვს რომ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს სამწუხაროდ იმ მცირე ნაწილი საზოგადოების რომელთა მენტალური ტრანსფორმაცია ცნობიერებითი ტრანსფორმაცია ამ სისტემამ მოახდინა იქ ისეთი მძიმე შედეგებია რომ იქ მე ვფიქრობ რომ სამედიცინო ჩარე აი ყოველგვარი სარკაზმის გარეშე ფსიქოლოგების იმიტომ რომ აშკარა იდეა ფიქსებთან და სექტანტიზმთან და აი საშინელ სისასტიკესთან გვაქვს საქმე ისეთ სისასტიკესთან რომ ესე იგი ნება რომ ისე შეიძლება კედელთან მიგვაყენონ ხო დანარჩენი მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა დარეგულირდება და აი ეს ჩვენ ახლა ეს რაღაცა წიაღსვლები რაც ისტორიული თქვათ რაღაც აქცენტები ხო ეს პირდაპირ კავშირშია დღევანდელ უშუალობასთან დღევანდელ კი ბატონო ამასაც რო შევეხოთ ჯერ კი გვაქვს დაახლოებით 1-15 წუთი და დავუთმოთ დღევანდელ რა არიცით რომ ზოგადად აი ეს მიდგომა რომ არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები და მართლა დღევანდელი ვითარება მსოფლიო პოლიტიკაში რაც არსებობს ეს მიგვიწითებს რომ მართლა იმ ყისიერად აი სიტუაციური რეაგირების რეჟიმშია ფაქტიურად არათუ რეგიონალური სახელმწიფოები და ჩვენაირი ქვეყნები დიდი ძალის ცენტრებიც კი ჩვენ ვხედავთ მე მაგალითად მრავალპოლარული სტაბილურობის ნიშნებს ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის მიუხედავად იმისა რაც არის ასე ვთქვათ რაზეც მიდის მუდმივად საუბარი ეხლა დღეს ამაზე საუბრის დრო არ იქნება მაგრამ ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია რომ სტრატეგიული მიმართულებები ამერიკის საგარეო პოლიტიკის არ შეიცვლება ეს უბრალოდ არის ასე ვთქვათ ჰეგემონიური პროექტის გადაფორმატირება გამომდინარე იქიდან რომ მათ დაინახეს რომ ძველი სტრატეგიები არ მუშაობს სოფლიო ერთპოლარული სამყაროს შენარჩუნება შეუძლებელია და აი ამ შენარჩუნების გზაზე თვითონ უკვე ამერიკის სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ძალიან ზიანდებოდა და ისინი ზედმეტ ტვირთს ყრიან და როგორც ეგუებიან იმას რომ არის ანუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან და ჩინეთთან ერთად იქნება ძალის ერთ-ერთი ცენტრი ეს ძალიან კარგია რომ თქვა ყველაფერი მიდის იქითგან ანუ რუსეთთან მათი ასე თქვათ მორიგების და შერიგების და შეთანხმების ძალიან დიდი სურვილი და ამ გზაზე ფაქტურად ევროპის გაწირვა ამის მანიშნებელია რომ ეს სამი მოთამაშე იქნება და ამერიკელები ამას ეგუებიან იმიტომ რომ რესურსი რო გაქაჩონ ისევ ერთპოლარული სამყარო ფიზიკურად აღარ აქვთ და აქედან გამომდინარე ეს ძალის ცენტრი ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ აუცილებლად ის შეივსებს გეოპოლიტიკური სტატუსისთვის რა კომპონენტი ცაკლია ტერიტორიული იქნება ეს თუ რესურსების თუ ლოჯისტიკური ხაზები ამას აუცილებლად შეივსებს. კანადასაც მიადგება მასაც გრენლანდიასაც და არქტიკაც უკვე მათი თვალთახედის არეში არის ესა მონიშნული. არ შეიცვლება სტრატეგიული ხაზი. არ შეიცვლება თუ ვერ შეიცვლება ეს ვერა ხო მაგას ვამბობ აქცენტები თვითონ იმპერიულ ლოგიკა არის ალბათ ეს ვერ შეიცვლება. რა თქმა უნდა იმიტომ რომ დღევანდელი ცივილიზაცია თავისი განვითარების ხარისხით არ არის იმ დონეზე ტექნოლოგიური კუთხით თუნდაც მისული სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრესი თუმცა არსებობს ესეთი აზრიც რომ აი ამისი ხელოვნურად შეჩერება ხდება ვთქვათ რომ ძველმა ელიტებმა თავიანთი ისინი არ დაკარგონ ძალაუფლება მაგრამ აი ის რომ დიდი სახელმწიფოები და პატარა სახელმწიფოები რეგიონალური მოთამაშეები და რეგიონის პატარა სახელმწიფოები ვთქვათ თანაბარ სიბრტყეზე განიხილებოდეს და ისინი თანაბარი უფლებებით იყვნენ ეს დღევანდელ დღეს
ეს უტოპია, კაცმა რომ თქვას, ყოველთვის უტოპია იყო რაღაც პერიოდი, როდესაც საერთაშორისო სამართალი და ეს გაეროს ფაქტორი მოქმედებდა, ისიც კეთილდღეობის ზონის ქვეყნებში, თქვათ, ხო, დანარჩენი სოფლიოს ხარჯზე, იმიტომ რომ კაპიტალიზმი და კაპიტალისტური და ლიბერალური წყობა იყო საფრანგეთში, ამერიკაშიც, კანადაშიც და სიტყვაზე სამხრეთ აფრიკაშიც, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაშიც და მეშიც ამერიკაშიც, ხო, მაგრამ კეთილდღეობის ზონის ქვეყნებში მიდიოდა მთელი სიმდიდრე კოლონიებიდან, პირობითად კოლონიებიდან, მაგრამ ეს კორპორაციული წყობა და ეს ნეოკოლონიალური მოდელი ამას უზრუნველყოფდა, მთელი სიმდიდრე მიდიოდა სწორედ მეტროპოლიაში. ახლა მეტროპოლიაში შეიქმნა იქ უკვე არის ძალიან დიდი ჯახი თვითონ სისტემებს შორის, იმიტომ რომ რესურსების არასაკმარისობის გამო და ბევრი ფაქტორის გამო ხა ტრამპი ძალიან გულუბრყვილო მიდგომაა, რომ აი ტრამპი გიჟი და ამოვარდნილი და აი ტრამპი არა ბატონო ესე ხა რა თქმა უნდა ესე ასე არ ხდება საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში აქ თავისთავად მოქმედი მოცემულობები როგორიცაა გეოპოლიტიკური მოცემულობა, ძალის ცენტრებს შორის მიმართება, ეკონომიკური, თქვათ, ფაქტორები ამ ძალის ცენტრების, მათ უკან მდგომი ანალიტიკური ცენტრები და უზარმაზარი ელიტები, ახლა ამ ელიტებს დაემატა კიდე სპეცსამსახურების ელიტები, სხვადასხვა სახის ფინანსური ელიტები, აი რეალური ეკონომიკის სექტორიდან და ფინანსური სექტორიდან თუ ციფრული ფულის და ანუ 1000 ეს არის რომლის ფაქტორის გათვალისწინება უწევს ტრამპსაც, პუტინსაც, ერდოღანსაც და ყველას და თავარი კიდე მანდ არის პარადიგმა, საიდანაც ვერ ამოვა ქვეყანა. ეხლა ერდოღანმა რაც არ უნდა თავი გაიგიჟოს და ლიბერალური დემოკრატიის ვარსკვლავა წარმოადგინოს, ის ვერ ამოვა იმ პარადიგმიდან, რომ ის ოსმალეთის იმპერიის სამართალ მემკვიდრე აღარ ცდილობს. რა თქმა უნდა, ანუ ნეოიმპერიული ეპოქაში შევდივარ, ძალის ცენტრები იწყებენ თავიანთი გეოპოლიტიკური სტატუსის ამაღლებას, იწყებენ ტერიტორიულ გაფართოებას, ეს ჩვენთვის ძალიან საშიშია, იმიტომ რომ რეგიონშიც ყავს ბატონო უზარმაზარი იმპერიული მემკვიდრეობის მქონე ორი მონსტრი, ოსმალეთის იმპერიის სამართალ მემკვიდრე და კულტა და ასევე სპარსეთის იმპერიის და თავისთავად რუსეთი, თქვათ, ხო, რომელიც სხვებისგან განსხვავები რუსეთი ცდილობს თავისი ფარგლების შენარჩუნებას, იმიტომ რომ აი ეს მთელი პროცესი, რაც არის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ სulis პერიპეტიები დაწყებული, თქვათ, ნაპოლეონის ომებიდან, თქვათ, ხო, ეს მიმართული იყო რუსეთის აი სასიცოცხლო უზარმაზრების დაუფლებისკენ, თქვათ, ხო, ეს აღარ გავაგრძელებ ამას ახლა. როგორც იმან თქვა, რა ქვია, ჯეფრი საქსმა, არაფერი ისე არ გამხარებია ბოლო დროს მართალი გითხრათ, იმიტომ რომ მე ხო ვავითარებდი მუდამ იმას, რომ ნატოს გაფართოების კონცეფცია მოდის ალფრედ მეხენიდან და კისინჯერიდან და ასე თქვა, ბოლო სპაიკმენი და ასე შემდეგ და ნუ ამაზე მე ძალიან დამცინოდნენ, რომ ესე იგი ძალიან თეორიაში. აი ჯეფრი საქსმა თქვა, რომ ესო ახალი კი არ არისო, რუსეთის მოხრჩობის და შეკავების და ესო 150 წლის წინ დაწერილი არისო და ნუ მე ესე იგი ძალიან ამაყი ვიყავი, მაგრამ რა გინდა ჩვენი ლიბერალურად განწყობილი საზოგადოებისთვის არ ჯეფრი საქსი, არც მირშაიმერი, არც მაკგრეგორი და არც საერთოდ არავინ აბსოლუტურად არც არ არიან ავტორიტეტები არ არიან. ფაქტუალით უყურებენ, ანუ ხდება ის, რასაც ამდენი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ და ნაცვლად იმისა ადამიანის ტვინში დაიბადოს, რომ თურმე მე ვწდებოდი და აგერ ადამიანს იმავე. არა, ესე ჩვენი რატო გიხარიაო, რა მიხარია ჩემ სიხარული რა. ქართველმა თუ განწყობა შეიქმნა, ეს უზნაძე მართლა გენიოსი იყო, განწყობა თუ შეიქმნა ქართველმა, სხვათა შორის, რაც არ უნდა ინტელექტუალური ადამიანი იყო. მათ შორის კეთილსინდისიერიც, აი ესეთი ადამიანებიც არიან, კეთილსინდისიერი, წესიერი, მაგრამ ესე იგი ვერაფრით ეხა დღევანდელ დღეს მართა ხელის გულზედებს რა დამართა საწყალ უკრაინას. როგორ მოიხმარეს, გაწირეს და გადააგდეს და კიდე იგეთი ამადლიან ამ ყველაფერს, ხო? ეხა ცოტა რთულია რომ ეხა ტრამპმა მოახდინოს სრული ასე თქვა განყენება ის ბაიდენის ადმინისტრაციისგან. თითქოს ბაიდენი რომელიმე სხვა სახელმწიფოს ის იყო. ეხა რამხელა ზელენსკი ჩემი დასაცავი არ არის, მაგრამ ეხა რო ამოწმე ჩვენი მთავრობა სწორად მიყვება ამათ, იმიტომ რომ ისეთ ტალღაზე არის, რაც ჩვენ გვაწყობს და ვილოცოთ იმისთვის, რომ ეს ჩინეთის საკითხი ძალიან მკვეთრად არ დაგვიყენოს. ხედავთ ამის საფრთხეებს? ხედავ კი. ხედავ, იმიტომ რომ მთავარ საფრთხედ და მთავარ სისტემურ მტრად ჯერ კიდე ლოიდ ოსტინმა გამოაცხადა ჩინეთი.
და ჩინეთი ევროპა ჩინის გზაზე რაც არის ლოჯისტიკური ხაზები ეს ერთი გზა ერთი საწყელი და წყნარი ოკეანის აუზი ატლანტიკაში გასას ყველა ამ ლოჯისტიკური იმის დაბლოკვას შეესწებიან და ჩვენთვის ჩინეთი და ინდოეთი იმითი არის ძალიან საინტერესო რომ ჩინეთის და ინდოეთის შემოსვლა ირანში და ირანიდან სამიტოტი, რაზეც არაერთელი 3 წელია მგონი საუბრობ, ხო, ერთი მიმართულება რუსეთი, მეორე მიმართულება შავი ზღვით ევროპა, ევროპასაც ძალიან აწყობს ეს ამერიკელებმა თუ არ ჩაუშალეს. რა თქმა უნდა, შავი ზღვით ხმელთაშუა ზღვაში გასვლა და ჩრდილოეთ აფრიკა და მსოფლიო ოკეანე, აი ეს ლოჯისტიკური ხაზი ჩვენს ინტერესშია რომ აეწყოს, იმიტომ რომ აი აგდებს, ეს არის გეოპოლიტიკური კონსტრუქცია, სადაც რეალურად დევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი. რა შეიძლება იყოს ამის სასარგებლო არგუმენტი, ანუ რა შეიძლება ჩინეთთან და რუსეთთან, აი ზოგადად ახლა რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმების გარეშე რომ ჩვენ ფულს არ ვერ გავალთ, ეს არის 2-2-4. იმიტომ რომ ევრაზიის კონტინენტზე მთავარი მოთამაშეები არიან რუსეთი და ჩინეთი და არა ამერიკის შეერთებული შტატები. მით უმეტეს რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ასე ვთქვათ, ჩამოლაბორანტ და ძალის ცენტრამდე და მონროს დოქტრინის ასე ვთქვათ რეაბილიტაციას ხედავთ. ხო, ანუ მთლიანად დასავლეთ ნახევარსფეროზე მისი პოლიტიკური, ეკონომიკური ბატონობა იქნება უპირობო, ვთქვათ, ხო და რა თქმა უნდა წყნარი ოკეანის აუზით, რა თქმა უნდა ეს ზღვის ცივილიზაციის სახლია, ვთქვათ, ხო? ისინი უარს არ ამბობენ ჰეგემონურ პროექტზე, უბრალოდ ამ ეტაპზე მე ვფიქრი, რომ ეს არის სტრატეგიული უკანდახევა მათი მხრიდან, იმიტომ რომ სხვა რესურსი მათ არ აქვთ, იმიტომ რომ მთავარი სტრატეგიული მიზანი რაც იყო რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება და ფრაგმენტაცია და დაშლა და ეკონომიკის ჩამოშლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რომ განხორციელებული იყო, ძალიან კარგადაც შეერგებდნენ ამ მოცემულობას და აი მაგ მოცემულობიდან ამ მაგმოცემულობის გათვალისწინებით იქნებოდა დღეს ამერიკის და რუსეთის ლაპარაკებები, მაგრამ ნუ ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ნდობა მათ შორის არ არსებობს და რეალური ობიექტური საფუძვლებს მე ჯერჯერობით ვერ ხედავ. აი თუნდაც იდეოლოგიური ეს სოციალურ-პოლიტიკური დოქტრინა რაც მისაღები იქნება სამივე ძალის ცენტრისთვის ეს არ არის. ეს არის მთავარი იდეოლოგიური, ის არის აქ ღირებულებითი ასპექტი და იდეოლოგიური თქვა, ხო, იმიტომ რომ ჰეგემონიზმის პროექტი ეს რა თქმა უნდა ეს უპირველეს ყოვლისა ეს სოფხედველობითი და ცივილიზაციური საკითხებია და აი ისევ რომ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ ამ საკითხს, ხო, აი მაშინ ირანი ჩვენთვის წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს შახაბასის დროს, ხო? იყო პერიოდი, როდესაც რუსეთს აწყობდა, თქვათ, გახლეჩილი და დაპირისპირებული, თქვათ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია, როდესაც იპყრობდა და შემოდიოდა ამ რეგიონში, ამაზე, თქვათ, აწყობდა თავის პოლიტიკას და ამაზე დაყრდნობით შევიდა საბოლოო ჯამში გამყარდა ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ სამხრეთ კავკასიაში, ხო, შემოვიდა ქართულ. ეხლა მაგალითად, ხო, ევრაზიის კონტინენტის თავარ მოთამაშეებს, აი ახლა ასეთი ის არის მოცემულობა, რომ პირიქით აწყობთ 7 და ერთიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონი. ყველაზე მეტად აწყობს რუსეთს და ჩინეთს. იმიტომ რომ ფაქტიურად რუსეთი ყველა მხრიდან შეავიწროეს, დასავლეთი ფლანგიდან, ჩრდილოეთყილოვანი ოკეანე, ასევე გეოპოლიტიკური კონკურენციის ის იქნება. ხო, რა თქმა უნდა, ისი რა ქვია, ინდოწყნარი ოკეანის აუზში ასევე ძალიან მძაფრი დაპირისპირება, მთავარი არენა ამერიკის და ჩინეთის დაპირისპირების ეს იქნება ინდოწყნარი ოკეანის აუზი. იქ რუსეთმა მონიშნა თავისი თავი ჩრდილოეთ კორეასთან გააფორმება სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც უკვე ხედავთ შედეგს, ხო, კორეელები იბრძვიან უკრაინის იმაზე, ხო, ის მოცემულობა, რომ სამხედრო სტრატეგიული ეს აქ კავშირი და უზარმაზარი პროექტები გაფორმებული რუსეთს, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და ჩინეთთან, ხო, ეს აბსოლუტურად ცვლის თვლიანად ძალთა ბალანსს სოფლიო გეოპოლიტიკურ ველზე და აქედან გამომდინარე ჩინეთი, ინდოეთი, ევრაზიის კონტინენტის დიდი მოთამაშეები დაინტერესებულები არიან იმით, რომ 500 წლის შემდეგ ისევ აი ეს საზღვაო ძირითადი ტრასები ოკეანიდან გადმოვიდეს ხმელეთზე და აქ ფაქტიურად იმის გათვალისწინებით რაც ხდება დღევანდელ დღეს, ხო, დასავლეთი ფლანგი, ჩრდილოეთი ფლანგი, ასე ვთქვათ, ხო, რუსეთისთვის ეს არის ეგზისტენციალური თვითონ ამბობენ ამას. რომ აქამდე იყო ჩრდილოყილოვან ოკეანეზე, ეხლა ესეც უკვე ბრძოლის საგანი იქნება
და ერთადერთი რჩება სევერ-იუგ, ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება, რომელიც ჩვენთვის არის ეგზისტენციალური მნიშვნელობისო. ასევე ჩინეთისთვის და ინდოეთისთვისაც ევრაზიის კონტინენტზე შემოსასვლელი ირანის გზით ეს რჩება, თქვათ, ხო? სირიაში მიმდინარე აი ამ რომელიც არ ჩაცხრება კაიხანი, თქვათ, მოვლენებმა კიდევ უფრო გაართულა ურთიერთობა თურქეთსა და իրანს შორის და თურქეთსა და ირანის ისედაც დაძაბული ურთიერთობებს დაძაბულობის და შემდგომ მოკლედ კიდევ ერთი ომის პლასტი შეძინა, თქვათ, ხო? ანუ მე იმის თქმა მინდა რომ თვითონ ამბობ თურქიკულ ერებზე მანდ არ უნდათ რომ ამ ტრასების მთავარი ისინი გავიდეს და აი ამ კონსტრუქციაში რაც არის ჩრდილოეთ სამხრეთით, ანუ რუსეთის გასვლა ინდოეთის ოკეანეზე, რაც მათი ისტორიული მიზანია. Big Game-ის მთავარი ის იყო, თქვათ, ხო? დაპირისპირებისაგანი, ასევე ჩინეთს და ინდოეთს შემოსვლა თქვათ, ირანის ჩაბახარის პორტზე უკვე ხელმოწერილია, ირანში 425 მილიარდი ჩადო ინფრასტრუქტურაში, მთლიანად გზების და იმისი. ასევე ირანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ირანის და აი სულ ახალ 17 ნოემბერს დადებული სამხედრო სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთსა და ირანს შორის, ანუ ფაქტიურად თავისი თავდაცვის გავლენის არეალს რდის რუსეთი და ეს ამერიკასთან დაპირისპირების წინ ჩვენ ვხედავთ რომ ძალიან გაზრდილია საბრძოლო რიტორიკა და აწეულია გრადუსი ამ მხრივ თქვათ ხო ირანის მიმართ აი ფაქტიურად აი ეს სამხედრო პოლიტიკური იმის გაფორმება ეს არის რომ თავდაცვის ფარი ირანისთვის და აი ამ კონსტრუქციებში ხო სამხრეთი ჩრდილოეთით აი ეს კონსტრუქცია გეოპოლიტიკური თქვათ ხო ორი მიმართულებით როგორც ქვევით ასევე ზევით აი აგდებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დევს ეს მე ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ ვიდრე ამ თემაზე საერთოდ გაიჩლებოდა დისკუსია ანუ მე ისი თქმა მინდა მაშინ ირანი თქვათ ხო როდესაც ორი იმპერია იყო მხოლოდ ერთმანეთის საპისტონე ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდა ერთის დღევანდელ დღეს ისე დაალაგდა სიტუაცია რომ პირიქით აი ეს კავშირი რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, აი რომელიც უნდა იყოს მთავარი არტერია ევრაზიის კონტინენტის, აი ამაში ჩაჯდომა არის გარანტია ჩვენი ქვეყნის გამთლიანების და ზოგადად სამხრეთ კავკასიის შვიდობის, სტაბილურობის, იმიტომ რომ აი ამ აქტორებს, სხვა გზა აღარ დაუტოვეს, ამ აქტორებს ზუსტად აწყობთ სტაბილური სამხრეთ კავკასია. გესმით? ხო და ერთმა კი მითხრა ცოტაზე მეც იღებო ჩემ თავზეო, მაგრამ ნუ რა ვქნა არა უშავს. ეს დევს ეს უნდა დავინახოთ მე არ წარმოვადგენ არც პოლიტიკურ პარტიას, ორგანიზაციას, კერძო პირი ვარ და მივიღებ როგორმე ამ დიდი მადლობა. და აი ეს არის, ანუ ცვალებადია სამყარო, ანუ ის ისტორიული მტერი დღევანდელ დღეს მასთან აქ აუცილებლად უნდა გავიხსენეთ დღეს და ეხლა ამ ადამიანმა თავის სიცოცხლეში შეძლო ხო ეგ რომ ჯერ ებრძოდა ირანს, შემდეგ ირანთან ერთად ებრძოდა ოსმალეთს, შემდეგ ოსმალეთთან ერთად ისევ ირანს, საბოლოოდ კი შეეწირა პირადად ამას, მაგრამ ეხლა არ არის პოლიტიკა ეგ რომ პირადად ეწირებოდნენ. აი ალექსანდრე კახტამეორის მთელი ოჯახი შეეწირა აი ამ სამ მეფს შორის დიპლომატიას. მთელი ოჯახი, ზეგამის ტრაგედია ეს აი ის იყო რომ შახის ვერაგობა ვერ გათვალა ალექსანდრე მეორემ ეს ვერ თუმცა შახმა უარყო კონსტანტინე მირძაზე როგორც ისე რომ არ იყო ეგ ჩემთან კავშირში და მეტის დივსიაო რომ მოყვეს ისკანდერ მუში წერს რომ მამის კულელი 6 თვეს მაინც ვერ გაძლებდაო ანუ კონსტანტინეს გაწირული ყავდა მას თავიდან უვერაგესი ნუ თავისი შვილები ახლა ცნობილია ხო აი ეს შახის სპარსეთის ტახტის მემკვიდრე რომელიც მას ყავდა თამარ ამილახრისგან ის ვაჟი რომელიც აი თვითონ პორტუგალიერი და ინგლისელი ისინი წერენ რომ ეს წინვალე როგორც გარეგნული ასევე ასე თქვათ ჯირითით და ნადირობით და პოეტი და რამდენიმე ენის ცოდნე და ნუ რაღაცა სპარსეთის ვარსკვლავს თავი მოჰკვეთა მარტო იმიტომ რომ უბრალოდ გაუჩნდა ეჭვი შეიძლება მიღალატოსო თუმცა არ ხონდა ვინც თავი მოკვეთა იმას უთხრა ახლა შეინში მოკვეთა საბოლოო ჯამში ძალიან მიხვდა რომ ეს იყო თვითონ გაება ამახეში და თვითონ
დარდით გარდაიცვალა და როსტომ ხანს შემდეგ ანდერძეც უპოვებს, რომ აი ამ რომელსაც თავი მოკვეთა თამარ ამილახვის ვარ მახსოვს და მისი შვილი გაამეფებინა მასაც ქართველი ხიმშიაშვილის ის ქალი შერთო ცოლად რომ აი ზუსტად აი ამის ქართველი ქალისგან თამარ ამილახვის აი შვილისგან შვილი ვინც იყო რომ შენ აიყვანე ტახტზე მას მაინც არ ეკუთვნოდა სხვა პრეტენდენტებიც იყვნენ და როსტომ ხანი მაშინ იყო რა ყულა რაღაცი და ასევე რამდენიმე მისი ბეგლარბექი თავისი ყულის ჯარით უზრუნველყო ის რომ სწორედ თამარის შვილიშვილი თამარ ამილახვის შვილიშვილი ადის შახეთის სპარსეთის ტახტზე 1629 წელს შახის სიკვდილის შემდეგ როსტომ ხანი მოდის ქართლში თუმცა ის ფლადალაგებული ვერ გამოდგა როგორც კი ტახტზე ავიდა პირველ რაც გააკეთა თავის ძმებს დათხარა თვალები ეს ისასტიკე და ეს ცნობილი ვის იყო ეს ყიზილბაშური წესი იყო ზოგადად ყიზილბაშური წერი თურქმანული და არა ეს ფარსი და თუმცა ძალიან რთულია ირანი თავისი მითი კონფიგურაციით და შემადგენლობით ძალიან რთული სახელმწიფო იყო ყოველთვის იმპერიული წარსულით ყოველთვის ახერხებდა ფერფლიდან რომ აღდგარიყო და ისევ იმპერიად ჩამოყალიბებულიყო და დღესაც თავისი შემადგენლობით ირანი ძალიან რთული მულტიეთნიკური სახელმწიფოა და ერთადერთი და უმძლავრესი გამაერთიანებელი რაც არის ეს არის რელიგია რომ ირანი არის შიიტური სამყაროს იდეოლოგიური ცენტრი და თეოკრატიული სახელმწიფოა ეს რო არა მინიმუმ 6-7 ნაწილად დაშლიდნენ ირანს ანუ ეს ირანის ელიტას სამეცნიერო ელიტას და სამხედრო ელიტას ძალიან კარგად ესმით და ამიტომაც ასე ვთქვათ იტანენ იმ უხერხულობებს რაც ახლავს აიათოლას მმართველობას ირანში. გალტანსოფიკო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის დარწმუნებული ვარ რომ მაყურებლისთვისაც იყო მართლაც საინტერესო და გახსენება ჩვენი იმ ისტორიული წარსულის რომელიც არ ვიცი აი მართლა ღმერთი თუ არ გწამს ადამიანს, როცა წაიკითხავ საქართველოს მე-16-მე-17 საუკუნეს, არ ვიცი, მართლა რა ძალამ გადაგვარჩინა. 400 წელი გადის აი იმ მოვლენებიდან და ალბათ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენს ახალგაზრდობას ყველას აბსოლუტურად აი ესეთი მომენტები შევახსენოთ ხოლმე ჩვენი ჰეროიკული წარსული და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობ და მე მინდა თქვა, რომ ქართველთა სულიერი თვრით არის ცოცხალი. მე ამის ტენდენციებს და აი ამის მაგალითებს აშკარად ვხედავ. და საზოგადოებას მოუწოდებ ისევ რა თქმა უნდა სიფხიზლისგან, მაგრამ ჩვენ არამც და არამც არ გუმართებს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა. მიუხედავად იმისა, რომ მართლა გეოპოლიტიკური მონსტრები ჩვენ მათი თვალთახედვის არეალში ვართ, არამც და არამც და მე წამს რომ ეს ჩვენი გენეტიკური კოდი ჩართულია და ჩვენ ნელ-ნელა გავდივართ ფონს, გავდივართ სამშვიდობოს და მე მჯერა იმისი, რომ საქართველოს დადგება ის დრო, როდესაც საქართველოს დაიკავებს კავკასიაში იმ ადგილს, რაც მას ისტორიულად და ცივილიზაციურად ეკუთვნის. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს. შეგახსენებთ, რომ ანალიტიკოსი ქალბატონი სოფიკო სოხაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის და ორ შაბათამდე დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა.